სახელითა მამისათა და ძისათა და ძმებისა სულისათა ამენ. დიდი მარხვის მესამე კვირას ეკლესია აღასრულებს პატიოსანი და ცხოვრისყოფელი ჯვრის თაყვანის სცენას. კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რა მოხდა გოლგოთის მთაზე 20 საუკუნეზე მეტი ხნის წინ. არქიმანდრიტი რაფაელი მოგვითხრობს ჯვარცმასთან დაკავშირებით. ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იესო ქრისტემ ილოცა თავისი ზეციური მამის მიმართ. იცოდა საშინელი სატანჯველი რომ ელოდა. იესო შეძორწუნდა სულით და ევედრებოდა მამას. თუ შესაძლებელი იყო, აეცილებინა მისთვის ეს წარე სასმისი. ლოცვა მან ასე დაამთავრა. ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყო. ამ სიტყვებმა გადაწყვიტა კაცობრიობის ბედი. მოისმა ხმაური, იარაღის ჟღარუნი. გამოჩნდა მღვდელმთავრების მიერ გამოგზავნილი ერი მრავალი. იესოს ეძებდნენ. იუდა გამოეყო ხალხს, მიუახლოვდა მაცხოვარს, უთხრა, გიხაროდენ რაბი, ანუ მოძღვარო და ეამბორა. რა საზიზღარი იყო უფლისათვის გამცემლის ეს ამბორი. კოცნა სიყვარულის ნიშანი იუდამ ყველაზე უფრო მდაბალი მუხანათობისათვის გამოიყენა. მაგრამ უფალმა პირი არ იბრუნა მისგან. მხოლოდ ეს უთხრა, მოყვასო, რა ისათვის მოსულ ხარ? უფალს მაინც უნდოდა სინდისი გაეღვიძებინა თავისი დაცემული მოწაფის სულში. მან მეგობარი მოყვასი უწოდა იუდას. ამით თითქოს ეუბნებოდა, ჯერ გვიან არ არის, ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩე. თხო მომისმინო და მე კვლავ ჩემს მეგობრად და მოციქულად გიგულებო. მაგრამ იუდას გული უგრძნობი და ცივი იყო, ვით მის ხელში ჩაბღუჯული ვერცხლი. მეომრებმა ავაზაკივით შეიპყრეს ქრისტე და ღამით მღვდელმთავარ ანნასთან მიიყვანეს. იმჟამად ანნა უკვე აღარ ასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას, მაგრამ ხალხში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. მღვდელმთავარმა დაკითხვა დაუწყო მისი სწავლების შესახებ. უფალმა უპასუხა, ჰკითხე მათ, ვისაც ესმოდა, მათ იციან, რას ვასწავლები. მღვდელმთავრის ერთმა მსახურმა, რომელსაც ხელზე რკინის ხელთათმანი ეკეთა, მაცხოვარს სახეში გაარტყა და თან უთხრა, ასე პასუხობ მღვდელმთავარს. მსახურმა მას ისეთი ძალით გაარტყა, რომ უფალი დავარდა მიწაზე და სისხლი წასკდა. ამ ხელის ნაკვალევი ქრისტეს სახეს მუქ ლაქად დააჩონდა. ამის შემდეგ იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან მიიყვანეს. დაუწყეს დაკითხვა. ცრუ მოწმენი დაიბნენ თავიანთ ჩვენებებში, თვითონვე ვეღარ გარკვეულიყვნენ. წამოდგა კაიაფა და მღვდელმთავრის ძალაუფლებით ჰკითხა იესოს, შენ ხარ ქრისტე ძეკურთხეულისა? უფალმა უპასუხა, შენ ამბობ, მე ვარ. მღვდელმთავარმა ცრუ აღტყინებით დაიპო სამოსელი და თვითონ ძალიან აღშფოთებული იყო და აიღრიალა. რაღად გვინდა მოწმეები, ხომ მოისმინეთ ღმრთის გმობა მაგისგან. თელმა სინოდრიონმა გაღატყო სიკვდილის ღირსია. გადმოგცემენ, რომ ამ რბოში ისეთებიც ერივნენ ქრისტეს რომ იცავდნენ, მაგრამ მათი ხმები არ ისმოდა. წმინდანები გვამცნობენ, რომ კაიაფას მიერ სამოსლის შემოხების შემდეგ ძველი აღთქმის მღვდლები დატოვა ღმრთის მადლმა. კაიაფამ ფარისევლებმა
და მწიგნობრებმა იცოდნენ, რომ მესია მაცხოვარი უნდა მოსულიყო ქვეყნად. ელოდნენ მას ქრისტეს დაბადების დრო და ადგილიც იცოდნენ და იმ მათ წინაშე იდგა თვით მესია, მათი მარადიული სიცოცხლე და მაცხოვარება. ისინი კი უეცრად ქრისტესადმი ასეთი საშინელი სატანური სიძულვილით აღივსნენ. რატომ გაურბიან მზის სინათლეს ობობები და მორიელები და ისევ სიბნელისაკენ მიცოცავენ? რატომ სისინებენ გველები, როგორც კი შუქი დაეცემათ? იმიტომ რომ მათ ეჯავრებათ სინათლე, ეს ხალხიც გაურბოდა ნათელს. მათ არ შეეძლოთ შეეყვარებინათ ის, ვისი ნათლის შუქზეც სავსებით გამომზეურდებოდა მათი ზნედაცემულობა. ამ ხალხის სიამაყე ვერ შეეთავისებოდა იმ სიყვარულს, ქრისტე რომ გადაგებდა, სიცრუე ჭეშმარიტებას. ამიტომაც გადასცეს იგი ჯალათებს. იუდეველთა კანონით სიკვდილ მისჯილს ქვებით ქოლავდნენ. რამდენიმე დარტყმის შემდეგ ადამიანი ჩვეულებრივ გონებას კარგავდა. რომში სიკვდილით დასჯა ბევრად უფრო მძიმე და აუტანელი იყო. დამნაშავეს ჯვარს აცვავდნენ. ქრისტეს მტრები მისი სასიკვდილოდ გაწირვით როდი დაკმაყოფილდნენ. მათ მოიწადინეს იგი ყველაზე საშინელი, ყველაზე უფრო ძნელად ასატანი წამებით მოეკლათ. ამიტომ იუდეის პროკურატორთან, პონტუელ პილატესთან მიიყვანეს განსასჯელად. სრულ მოწმეები შეასმენდნენ, ეს კაცი თავს ღმრთის ძეს უწოდებსო, ამიტომაც მოვითხოვთ მის სიკვდილით დასჯასო. პილატემ უარი თქვა ქრისტეს გასამართლებაზე. თქვენ განსაჯეთო, თქვენი კანონებითო, მოძღვრებს შეუთვალა. მაშინ მღვდელმთავრებმა თქვეს, იესო თავს მეფეს უწოდებსო, ესე იგი რომის იმპერატორის მტერი და შფოთისთავეა. და თუ პილატემ მას სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანდა, იმპერატორის კეთილ განწყობასაც დაკარგავდა. ეს საშინელი მუხარა იყო. იმ დროს რომის იმპერიას განაგებდა მრისხანე ტირანი ტიბერიუსი, რომელიც სულ მცირე ეჭვის საფუძველზეც კი სჯიდა და ასახლებდა არათუ მტრებს, არამედ მასთან დაახლოებულ პირებსაც კი. პილატემ იცოდა, ქრისტე უდანაშაულო იყო, მაგრამ კეისრის რისხვისა შეეშინდა და ამიტომაც გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. მან იგი მხედრებს გადასცა გასაროსგად. უმოწყალო და უმადლო ადამიანები წამებას რომ უყურებდნენ, ამგვარი სანახაობით ერთობოდნენ კიდეც. ჯალათებს ქრისტეს ბოძზე მიღმა უნდოდათ, მაგრამ იგი თვითონვე შემოეხვია ბოძს. მეომრებმა შოლტები ცემა დაუწყეს. ამ შოლტებში ჩაკერებული იყო ლითონის კაუჭები, რომლებიც დარტყმისას სხეულს ერჭობოდა და ხორცს გლეჯდა. ადამიანი სისხლისაგან იცლებოდა და ამ საშინელი წამებით ბევრი კვდებოდა კიდეც. შემდეგ ქრისტეს თავი ანებეს. მან თვითონ ძლივს ძლივობით აკრიფა თავისი სამოსელი. აბუჩად აგდებდნენ ქრისტეს მეომრები. მეომრებმა ზედ დააგდეს მხედართმთავრის ძველი ლაბა და ძოწის ფერისა. თან აქეთ იქიდან შეზძახოდნენ, გიხაროდნენ მეუფე იუდეველთაო. შემდეგ ეკლებისაგან დაწნეს გვირგვინი და მაცხოვარს რამდენჯერმე ძალით ჩამოაცვეს თავზე და ისევ ახადეს იგი. გვირგვინს ჯოხებს უტყავდნენ, ეკლები ღრმად ჩაესო ქრისტეს და მისი სახის სისხლის ნაკადებმა დაფარა. პილატემ იესო ხალხის წინაშე დააყენა და თქვა, აჰა კაცი იგი. იგი ფიქრობდა, ბრბო თავის ბოროტ გრძნობებს დაიკმაყოფილებდა და საბოლოოდ მას განთავისუფლებას მოთხოვდნენ, მაგრამ მღვდელმთავრებისაგან შეგულიანებული ბრბო კვლავ ღაღადებდა ჯვარსაცვი. ქრისტეს მძიმე ჯვარი დაადეს და აიძულეს პილატეს
სასახლის პრეტორიიდან გოლგოთაზე აეტანა იგი. გოლგოთის ბორცვი ქალაქის კედლების მახლობლად მდებარეობდა. ერთი გადმოცემა გვიამბობს, ქრისტეს აბუჩად აგდების და მეტისმეტად დამცირების მიზნით იუდეველებმა მოილაპარაკეს, მისი ჯვარი ძველი ხისაგან გაეკეთებინათ. მათ იერუსალიმის ტაძრის მახლობლად იპოვეს ძელი, რომელიც წყალზე იყო გადებული, ხიდის მაგივრად. საუკუნეების განმავლობაში უამრავი ხალხი გადადიოდა მასზე და ძალიან ჭუჭყიანი იყო. სწორედ ამ ძელისაგან გააკეთეს მაცხოვრის ჯვარი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გოლგოთისაკენ მიმავალმა უფალმა ჩვენი ცოდვები, ჩვენი დანაშაულთა სიმძიმე ზიდა. შემდეგ, ვიდრე მისი ჯვრისათვის ორმოს ამზადებდნენ, ქრისტე გამოქვაბულში შეიყვანეს. გზაზე იესო ბარბაცებდა და ეცემოდა. დავარდებოდა თუ არა ბრბო, ხეცების ჯოგივით დაეტაკებოდა, ურტყამდნენ, აიძულებდნენ ამდგარიყო და გზა გაეგრძელებინა. ბოლოს დაეცა და ვეღარ დგებოდა. ამ დროს გზაზე მოდიოდა ერთი კაცი სახელით სვიმონ კვირინელი. იგი შეჩერდა და თანაგრძნობით შეხედა უფალს. ეს არ გამოპარვიათ მცველებს და იგი აიძულეს მაცხოვრის ჯვარი ეტარებინა. სვიმონი თავისუფალი მიწათმოქმედი იყო. რომაული კანონით კაცთა დასასჯელი იარაღის თარება შეიძლებოდა დაეძალებინათ მხოლოდ მონის ან დამნაშავისათვის. ანუ სვიმონს შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულისა და მისდამის სიბრალულის გამო სვიმონმა საკუთარი მხრებით ზიდა მაცხოვრის ჯვარი. წუხარეებს განსაცდელში მყოფთ ხელს რომ ვუწვდით ჩვენც მისტიკურად სვიმონ კვირინელს ვემსგავსებით, რომელმაც მაცხოვრის ჯვარი იტვირთა. იუდეველებმა ამოთხარეს ორმო, ქრისტე ჯვარზე მიაბეს, თოკებით და ხელფეხში ლურსმნები ჩააჭებეს. აკაკუნდა ჩაქუჩები და ქრისტეს სისხლი მუქწითლად ჩამოიღვარა. ჯვარი ასწიეს და ისეთი ძალით ჩასვეს ორმოში, რომ სიმივით რხევა დაიწყო. ჯვრის ყოველ გარხევაზე მაცხოვრის ხელებზე ჭრილობები ღრმავდებოდა და იგი საშინელად კივილს განიცდიდა. ერთხანს თითქოს გონება დაკარგა, მერე თვალები ისევ გაახილა. ქვემოთ ბრბო მძვინვარებდა, აღელვებულო ზღვასავით იძორბოდა. ქრისტე ხედავდა ზიზღით დამახინჯებულ დამცინავ სახეებს. ზოგიერთები გაიძახოდნენ, ძეო ღმრთისა თუ ხარ, გადმოდი მაგიერ ჯვარიდან. უფალმა გააღო თავისი უწმინდესი ბაგეები და პირველი სიტყვები წარმოთქვა ჯვარცმულმა. მამო, მიუტევი ამათ, რამე თუ არ აიციან, რასა იქამან. ჯვარცმული უფლის პირველი სიტყვა ჩვენთვის მოცემული სამარადისო მცნება, ლოცვა მტრებისათვის. უფალმა თქვა, აჰა, ახალი მცნება მოგეცით თქვენ, გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, ვით მე თქვენ შეგიყვარეთ. ქრისტეს მიერი სიყვარულის ყველაზე უფრო ცხადი ნიშანი მტრის სიყვარულია. თუ ადამიანი ასრულებს ყველა სხვა მცნებას, მაგრამ თავისი მტრები არ უყვარს, ჯვარცმული ქრისტეს მოწაფედ არ ჩაითვლება. ის შინაგანად უცხოა მისთვის. მტრის სიყვარული არსებითად განსაზღვრავს კიდეც მთელს ჩვენს საუკუნო ცხოვრებას. ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ორი ბოროტ მოქმედი. მთელი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე ისინი კაცის კვლისა და სხვისი ძარცვის საშინელ საქმიანობას ეწეოდნენ. ბოლოს დაიჭირეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ორი ბოროტ მოქმედი ბრბოსთან ერთად დასცინოდა და ზრახავდა ღმერთს. გაჭირვების ჟამს ჩვენც ხშირად მძვინვარებთ და ღმრთისადმი
უმადურობას და უკმაყოფილებას გამოხატავთ. უცებ ერთმა ავაზაკმა გაიგონა მაცხოვარი მტრებისათვის რომ ლოცულობდა. იმ წულს იგი მიხვდა, რომ მის გვერდით ჯვარცმული კაცი იყო ძე ღმრთისა და მესია, თვით განხორციელებული სიყვარული. მას გულისმიერი თვალები აღეხილა, იხილა ღმრთის მადლით გამბრწყინვებული ქრისტე და თავის მეგობარს უთხრა, ჩვენ სამართლიანად რაც ჩავიდინეთ მოგვეგება, ხოლო ამას უჯერო არაფერი უქმნია. მერე ქრისტეს მიუბრუნდა და უთხრა, მომიხსენე მეუფალოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. ავაზაკმა გულით შეიგრძნო, რომ მის გვერდით ზეცისა და ქვეყნის მეუფე იყო ჯვარცმული. მან აღიარა, რომ თავისი ცოდვებით, ბოროტ მოქმედებით დაიმსახურა სასიკვდილო განაჩენი. ნანობდა ცოდვებს, მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებდა და თავის ხვედრს განიკითხავდა. მომიხსენე სთხოვა მან უფალს. მარადიულ სიცოცხლეს კი არ ითხოვდა ეს კაცი, არამედ მხოლოდ მოხსენიებას და ავაზაკმა სწორედ ასეთი პასუხი მიიღო ზეცისა და ქვეყნის მეუფეს რომ ეკადრებოდა. ჭეშმარიტად გეტყვი შენ, დღესვე ჩემთან იქნე სამოთხეში. ამრიგად სასუფეველში პირველი ავაზაკი შევიდა. რატომ მოახდინა ღმერთმა ეს სასწაული? რატომ დაიმკვიდრა სამოთხე პირველმა არა დიდმა მოღვაწემ და მართალმა, არამედ მონანულმა ავაზაკმა? ჩვენთვის იმისათვის, რომ არასოდეს წარვიკვეთოთ სასო, გვახსოვდეს ღმერთი მუდამ მიიღებს ჩვენს სინამდვილს და წყალობას მოგმადლებს. გარდა ამისა, უფალმა ავაზაკი კიდევ იმიტომაც აცხოვნა, რომ არასოდეს არავის განვიკითხავდეთ. უფლის ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდა, მისი უახლოესი მეგობარი, მოციქული იყო. მას მინიჭებული ჰქონდა კურნების, დემონების განსხმის, სასწაულთ მოქმედების უნარი. იუდას ხსნას თითქოს ხელს არაფერი უშლიდა. მარად მაცხოვართან ერთად უნდა ყოფილიყო, ის კი ჯოჯოხეთის მსხვერპლი შეიქმნა. ხოლო თავით ფეხამდის ადამიანის სისხლში მოსვლილი ავაზაკი ღვთაებრივი ნათლის შვილი გახდა. ის, ვისაც ჩვენ განვიკითხავთ, ღმრთის წინაშე შეიძლება ჩვენზე მაღლა დადგეს. იმ ქვეყნად დავინახავთ, იგი იმავე ადგილას, სადაც მონანული ავაზაკი დგას და მას პატიება და შემწეობა თხოვთ. ჯვართან ახლოს იდგნენ მაცხოვრის ყოვლადწმინდა დედა და იოანე ღმრთისმეტყველი. უფალმა ქალწულ მარიამს უთხრა, დედაკაცო, აჰა ძე შენი, მერმე თავის საყვარელ მოწაფეს მიმართა, დედაი შენი. აქ მხოლოდ ის კი არ იგულისხმებოდა, რომ იოანეს შვილივით უნდა ეზრუნა ყოვლადწმინდა ღმრთის მშობელზე, არამედ იოანეს სახით უფალმა თავის ყოვლადწმინდა დედას შვილად შეავედრა მთელი კაცთა მოდგმა. ქალწულ მარიამის საშინელი ტანჯვით გაფართოებულ გულში მთელი კაცობრიობა შევიდა. მისი სახით ჩვენ გვყავს ზეციური დედა, რომელიც ყველაზე საშინელ ბოროტ მოქმედსა და ზნედაცემულ ცოდვილსაც კი ისე უყურებს, როგორც საცოდავ ავადმყოფ ბავშვს. უფლის წამება უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ჯვარზე მილულსმული ადამიანები საშინელ ტკივილს განიცდიან. ისეთი გრძნობა ეუფლება თითქოს მთელ სხეულზე ალი აბდომოდებული. სისხლი უდედებად, გულის ტკივად თითქოს ერთდროულად 1000 ნემსით გაუგმირეს. სხეული კი ნაწილ-ნაწილად ეფლითებოდა. მაგრამ მაცხოვარი კიდევ უფრო საშინლად იტანჯებოდა. ღმრთისაგან დატევების გრძნობა ჩვენთვის სრულიად უცხო და გაურკვეველი ეუფლება იმას, ვინც ჯოჯოხეთისაკენ მიდის. წმინდა მამები წერენ, ღმრთის სრული დაკარგვა, მისგან დაცილება ყოველგვარ ტანჯვაზე უმძიმესია. ეს გამოსცადა ქრისტემ, ამიტომ დიდი ხნით აღმოთქვა,
ღმერთო ჩემო, რა ისათვის დამიტევებმე. ახსრულდა თქვა უფალმა, ცოტა ხნის შემდეგ ჯვარც მიდა. რა ახსრულდა ადამიანთა გამოსყიდვა. ეშმაკმა ხორელიდან ამომძრავალმა გველმა, რომელიც მთელს დედამიწას სალტესავით შემოეჭდო, თავი ასწია, რათა თვით ზეცა გამოეწვია საბრძოლველად, მაგრამ აი, გამოჩნდა ლომი იუდას ტომიდან, დავითის შთამომავალი ადამიანური გენეალოგიით ძე ღმრთისა ქრისტე. მან თავი გაუჩეჩქვა ჯოჯოხეთის ბინადარ გველს, ფეხი დაადგა ჯოჯოხეთს ასპიდთა და მორიელთა ბუნაკს და თავისი ჯვრით, ვითარცა მახვილით, გულის გული განუგმირა ჯოჯოხეთს. ამრიგად ახსრულდა ადამიანთა გამოხსნა. ქრისტეს ჯვარცმამდე, სიკვდილის შემდეგ, მართლებიც კი ჯოჯოხეთში ჩადეოდნენ. მას შემდეგ კი, რაც მონანი ცოდვილებმა დაიმკვიდრეს სამოთხე. ჯვარცმის შემდეგ. მარადისობაში რომ გადავალთ, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერებთ, სავსებით თუ რა მოხდა გოლგოთაზე. ამდენად დღეს განსაკუთრებული დღეა. დღევანდელ დღესასწაულს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი ტკივილიანი რამე თუ დღევანდელ დღეს ეკლესია გვახსენებს ჯვარცმას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ამ უდიდეს დანაშაულს, ღმერთ კაცის ჯვარცმას. და ამასთან ერთად არის უდიდესი სიხარულის დღეც, რადგანაც სწორედ ჯვარცმით გადაწყვიტა მაცხოვარმა, რომ გამოესყიდა კაცობრიობა წოდებისაგან. თითოეულ ჩვენთაგანს მოგცა საშუალება ისე როგორც მონანულ ავაზაკს ცათა სასუფეველის დამკვიდრებისა. ამდენად ყველას ილოცავთ დღევანდელ დღეს, პატიოსანი და წყობილი ჯვარი ფარავდეთ თქვენ სრულიად საქართველოს და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. ერთმა დაგლოცოთ და გაყოფით გაიხსენოთ. შემდეგ